Detailus მთავარი ადმინისტრატორი და ამ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით თუ როგორ უნდა დავაყენოთ საიტზე Mixpad. ამისათვის უნდა შევიდეთ mixpad.com-ზე და იქ მენიუში არის ამოცემული create playlist. დავაკლიკოთ ამას. ეხლა აუცილებელი არის ამოვირჩიოთ მუსიკა. აქ თქვენ გემოვნებით იქნება, აქ თქვენ შეგიძლია მოძებნოთ კიდეც რაიმე მუსიკა. შემდეგ ამოვირჩიეთ პლეიერი. თუ რა სახით იქნება, რა სახით გნებავთ თქვენ ესა თუ ეს მუსიკა. არის აქ როგორც ხედავთ უამრავი არჩევანია. შეგიძლიათ აი ასევე შემდეგ ფერითაც ფერს აკონტროლოთ. ნუ როგორც თქვენ გიხარდებათ. აი აქ კი როდესაც უკვე ამოვირჩიოთ თქვენთვის სასურველ players თქვენთვის სასურველ players დააჭირეთ save playlist. აქ აკრებთ ნებისმიერ სახელს, აი რაც თქვენ გნებავთ, აი აქაც რაც გინდათ, აი რომელსაც გინდა შევხაზოთ, აზრი არ აქვს, ანუ ყველგანით და იგივე ჩავსვათ. აქ კი თუ თქვენ ამ საიტზე არ ხართ დარეგისტრირებული, უნდა აკრიფოთ ისა. უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. აქ უსერ email-ი, თქვენი email-ი, აქ პასვორდი და აქ უნდა გაიმეოროთ თქვენი პასვორდი. აი აქ თქვენ აქ დღე და აქ წელი დაბადების, რა თქმა უნდა. აქ კიდევ სქესი. და შემდეგ სინგაპს დააჭერთ. რადგან მე უკვე დარეგისტრირებული ვარ, ამას არ გავაკეთებ და პირდაპირ შევალ ჩემ გვერდზე. იმის შემდეგ რაც თქვენ გახვალთ გაიარებთ რეგისტრაციას, გაივლით რეგისტრაციას და დააკოპირეთ აი აქ მოცემული სკრიპტი. დააკოპირეთ. მაგრამ აი თუ ჩემს ნათქვამს თქვენ გაიგებთ რაიმეს, აი აქ არის თუ ინგლისური ენა იცით, აი აქ არის ინსტრუქცია დაყენების. და თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ეს. დააჭერთ კოპირს და შემოიხაზებათ თვითონ. დააკოპირებთ ამას. ახლა ჩვენ გავაკეთოთ აი ესეთი რომ გავარკვიოთ მუშაობს თუ არა ეს. შევალ ჩემს საიტზე. და ამოვირჩევ სიახლის დამატებას. აი აქ ჩავსვა. HTML-ში ამას. ახ ფერი აქ შეცვლი უბრალოდ აქ სახელი რაც გვინდა და ეს. გადავიდეთ მთავარ გვერდზე. როგორც ხედავთ მუშაობს ეს. სიმღერაც ეიზეთ ნებისმიერ ეს. ნებისმიერ სიმღერა მოირჩიოთ. მოკლედ ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია. თუ რამეს ვერ გაიგებთ დაწერეთ კომენტარების სახით. მადლობთ ყურადღებისთვის.